მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს, ვინც ბრძანდებით უშუალო ადრესატები ჩვენი დღევანდელი ღონისძიების, ასევე პარლამენტარებს, რომლებიც ესწრებიან აპარატის თანამშრომლებს, ძალიან მოხარული ვარ დღეს წარმოგიდგინოთ ორი ახალი სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა ერთობლივი მუშაობის შედეგად. ამ მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის პრესსამსახური, სააგენტო როიტერი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. დღეს წარმოგიდგენთ ორივე სახელმძღვანელოს. ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება პირველ რიგში თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის. პირველი გახლავთ გზამკვლევი პარლამენტში. ალბათ ბევრ თქვენგანს ეს გზა უკვე გაკვალული აქვს საკუთარი გამოცდილებით და საკუთარი გამოცდილებით კარგად ერკვევით პარლამენტშიც, პარლამენტის სტრუქტურაშიც, იმაშიც თუ რა არის და როგორ მუშაობს საკანონმდებლო ორგანო, მაგრამ დამეთანხმებით, რომ საქართველოში და ქართულ ენაზე შეიმჩნევა სიმწირე პოლიტიკური ლიტერატურის, შეიმჩნევა სიმწირე ჯერ კიდევ ასეთი სპეციფიური სახელმძღვანელოების, რომელიც გარდა ჩვენი საკუთარი ექსპერიმენტული გამოცდილებისა, ასევე გაგვიზიარებდა იმ ზოგად გამოცდილებასაც, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ ალბათ უკვე გზაგაკვლეული ჟურნალისტებისთვისაც საინტერესო იქნება გაეცნონ პარლამენტის გზამკვლევს, სადაც აღწერილია პარლამენტი, მისი მუშაობის პრინციპები, ის თუ როგორ იქნება კანონი, როგორ ხდება პოლიტიკური ცხოვრება, როგორ მიმდინარეობს, რა ხდება არჩევნებზე, როგორ არის დარეგულირებული არჩევნები, არჩევნების წინა პროცესი, არჩევნების შემდგომი და ხმის დათვლის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით, ანუ პრაქტიკულად ეს სახელმძღვანელო აღწერს ყველაფერს, რაც უკავშირდება პოლიტიკის საპარლამენტო ასპექტს და ვფიქრობ, იქნება თქვენთვის სასარგებლო. და მეორე სახელმძღვანელო არის წარმატებული კომუნიკაციისთვის. ალბათ ეს არის გზამკვლევი არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ პარლამენტის წევრებისთვისაც. მე ჯერჯერობით ნამდვილად არ წამიკითხია, ტყუილს ვერ ვიტყვი, მაგრამ გადავათვალიერე და აუცილებლად წავიკითხავ, როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, იმიტომ რომ იყო რამდენიმე საკითხი, რამდენიმე თავი, რომელმაც მართლაც დამაინტერესა. ეს შეეხება წარმატებულ კომუნიკაციას, შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შეძლო წარმატებულად პასუხისგაცემა ჟურნალისტების რთულ კითხვებზე, ანუ ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტებისთვის როგორ დაუსვა რთული კითხვები, ეს ისედაც ბუნებრივად კარგად გეხერხებათ, ეს სახელმძღვანელო არის ასევე დეპუტატებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, თუ როგორ უნდა გასცენ პასუხი ამ რთულ კითხვებს, როგორ უნდა მოიქცენ კრიზისული სიტუაციის დროს, როგორი უნდა იყოს ის მესიჯი, რომელიც უნდა მივიდეს საზოგადოებამდე და ამავე დროს არის ჟურნალისტებისთვისაც ძირითადი ასე ვთქვათ, ჟურნალისტური ტექნიკა, რომელიც აპრობირებულია დასავლეთის სახელმწიფოებში, რომელიც აპრობირებულია თანამედროვე ჟურნალისტიკაში. ისევე მეორე, ბევრი თქვენგანი წლების მანძილზე მუშაობს პარლამენტში, წლების მანძილზე მუშაობს როგორც საპარლამენტო ჟურნალისტი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი ძალიან კარგად ერკვევით პარლამენტში, პარლამენტის მუშაობის პრინციპებშიც, იმაშიც თუ როგორ დასვათ რთული კითხვა და იმაშიც როგორ გააშუქოთ შემდეგ ამ რთულ კითხვაზე პოლიტიკოსისგან მიღებული პასუხი. ამაში ყველა ძალიან კარგად ერკვევით, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ მაინც საინტერესო იქნება თქვენთვის ორივე სახელმძღვანელო, ვინაიდან განმეორდები ჯერ ერთი ეს არის ერთად თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც თქვენ დაგჭირდებათ მუშაობაში და ეს ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, მათ შორის ერთად თავმოყრილი საკანონმდებლო ბაზა გაძლევთ თქვენი უფლებების და გარანტიების ძალიან მკაფიო, ასე ვთქვათ, საფუძველს, რომ იცოდეთ რა უფლება გაქვთ, რა შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომელი კანონი, რომელი მუხლია თქვენ მხარეზე, რა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მიიღოთ ინფორმაცია პოლიტიკოსისგან და მეორე კიდევ ერთხელ გაეცნოთ იმ თანამედროვე პრინციპებს, რომლითაც მსოფლიო ჟურნალისტიკაში ხდება კომუნიკაცია, ხდება ურთიერთობა რესპონდენტთან და ხდება მუშაობის გაშუქება. მოკლედ, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობდა ამ სახელმძღვანელოებზე, მადლობას გიხდით თქვენ მობრძანებისთვის და ალბათ არ არსებობს ორი ისეთი განსხვავებული სფერო, როგორც არის პოლიტიკა და ჟურნალისტიკა და ორი ისეთი ურთიერთშემავსებელი სფერო, როგორც არის ამავდროულად პოლიტიკა და ჟურნალისტიკა. რომ არ არსებობდნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტს დაკარგავდა და ალბათ ჩვენ ვერ შევძლებდით კომუნიკაციას მოსახლეობასთან, მაგრამ დამეთანხმებით, რომ არ არსებობდნენ პოლიტიკოსები, თქვენი მუშაობაც ძალიან რთული და ალბათ წარმოუდგენელი იქნება, ვინაიდან თქვენ დაკარგავთ იმ ხალხს, ვისგანაც უნდა მიიღოთ ინფორმაცია მოსახლეობაში გასავრცელებლად. ამიტომ ჩვენ
ორივე პროფესიის, ორივე სფეროს წარმომადგენლები ნამდვილად ვჭირდებით ერთმანეთს და წარმატებული მუშაობისთვის ჩვენთვის ორივესთვის აუცილებელია გქონდეს და ვიცოდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის სტრატეგია. ამას ემსახურება სახელმძღვანელოები, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. იმედი მაქვს, რომ წაიკითხავთ. როგორც წესი ჟურნალისტებს უფრო კითხვის დასმა გიყვართ ვიდრე წაკითხვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში წაიკითხავთ, ვინაიდან ეს ყველაფერი იმედი მაქვს დაგეხმარებათ მომავალში კითხვების დასმაშიც. ძალიან დიდი მადლობა ყველას და მე ვთხოვ სახელმძღვანელოს შემქმნელებს მაშინ ორიოდე სიტყვით ასევე მოგახსენონ თუ რის პრეზენტაციას ვახდენ დღეს. ბატონო ბადრი. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო დავით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო მონაწილე ყოფილიყავით ამ პროცესის, რომელიც ვესტმინსტერის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა Thomson Reuters ფონდთან თანამშრომლობით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვეგრძნო, რომ საქართველოს პარლამენტს აქ აკრედიტებულ ჟურნალისტებს ჭირდებათ ის სამუშაო, რის გაკეთებასაც ვაპირებდით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიური ჩართულობა იყო როგორც საქართველოს პარლამენტის თანამშრომლების მხრიდან, ასე ჟურნალისტების მხრიდან. გამომდინარე აქედან მინდა მადლობა უთხრა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს იმ ხარდაჭერისათვის, რასაც ჩვენ ამ პროექტის ყველა ეტაპზე გრძნობდით. ასევე თანამშრომლებს ამ დეპარტამენტის და ბუნებრივია ჟურნალისტებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. დავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს სახელმძღვანელო არ ეყრდნობა მხოლოდ დღეს არსებულ თეორიულ მოძღვრებებს, თეორიულ მიდგომებს, მის შექმნას წინ უძღოდა ტრენინგების სერია როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე პარლამენტის თანამშრომლებისთვის და ჩვენ ყველა ვინც ვიყავით ამ პროცესის მონაწილე, კარგად ხედავდით, რომ ყველა ადამიანს, ყველა ორივე მხარეს კარგად ესმის მნიშვნელობა იმისა, რომ სწორი კომუნიკაცია შედგეს პარლამენტსა და საზოგადოებას შორის და ამ კუთხით მედია არის ერთ-ერთი მთავარი მედიატორი, რომელსაც შეუძლია სწორედ ისროს კომუნიკატორის ფუნქცია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სულ ყველას, დიდი მადლობა ასევე განსაკუთრებული მადლობა Thomson Reuters ფონდს ამ პროცესში ჩვენთან ერთად მონაწილეობისათვის და მე ვთხოვ ქალბატონ მაკას ერთი-ორი სიტყვით თვითონაც თქვას ამ თემაზე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე გახლავართ მაკა ანთიძე, Thomson Reuters კავკასიის ბიუროს უფროსი კორესპონდენტი. დღეს ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ Thomson Reuters ფონდს, რომელიც უკვე 25 წლის განმავლობაში ეხმარება და აკეთებს ყველაფერს მედიის განვითარებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს უკვე 170 ქვეყანაში და საქართველოც არ არის გამონაკლისი. ეს ორი სახელმძღვანელო, ერთი ჟურნალისტებისთვის და მეორე მე ესე ვიტყოდი პოლიტიკოსებისთვის, PR მენეჯერებისთვის შექმნილია Thomson Reuters ფონდის, JIPA-ს, Westminster Foundation-ის და რასაკურველია პარლამენტის ადმინისტრაციის ძალიან დიდი დახმარებით. ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოებია. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ დავითს, რომ ჟურნალისტებს უფრო მოწონდა და უყვართ კითხვების დასმა, ვიდრე წიგნების კითხვა. სამწუხაროდ ესეა, მაგრამ მე გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ეს ორი სახელმძღვანელო. ერთი დაგეხმარება თქვენ ჟურნალისტებს იმაში, რომ დასვათ უფრო საინტერესო, უფრო რთული შეკითხვები ამ ბატონებისთვის და მეორე დაგეხმარება თქვენ ბატონებო იმაში, რომ თავი აარიდოთ ამ რთულ შეკითხვებს. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ამ ორი წიგნის, უამრავი სხვა კომპონენტია ამ ორ სახელმძღვანელოში, მაგრამ ნამდვილად გირჩევთ ამ ორი წიგნის წაკითხვას. როგორ უნდა გამოიყურებოდეთ, როგორ უნდა ჩაიცვათ, როგორ უნდა მოიქცეთ, როგორ უნდა ესაუბროთ თქვენ რესპონდენტებს ან ჟურნალისტებს. ეს ყველაფერი მოცულია აი ამ ორ პრინციპში პატარა სახელმძღვანელოში. ძალიან დიდი მადლობა პარლამენტის პრეს-ცენტრს და სტაფს ნამდვილად ვუხდი ძალიან დიდ მადლობას დახმარებისთვის და გისურვებ წარმატებას. ჩვენ გველოდება არაპირველი, მაგრამ ისევ რთული წელიწადი საპარლამენტო არჩევნების 2012-ში. მე იმედი მაქვს, რომ აი ამ ორი სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდეგ ბევრად უფრო უკეთესად გავაშუქებთ ამ არჩევნებს, კოლეგებო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მაკა. აი ხა აქ
ორი თავისუფალი წუთის პირობებში ვეცნობოდი, მართლა ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოა, მოხარული ვარ, რომ მარტო ქართველ ჟურნალისტებს არ გწოდნიათ ისეთი მეთოდები, როგორც აქ არის აღწერილი, მაგალითად, რესპონდენტთან ურთიერთობაში საკუთარი სიტყვების მისთვის მიწებება, ციტირების ხელზე დახვევა, ინფორმაციის გამოტყუება, სპეკულირება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აქ აღწერილია, როგორც ჟურნალისტიკის მეთოდები რესპონდენტთან ურთიერთობაში, ასე რომ ის რაც ხშირად ხდება ჩვენს ურთიერთობაში, არის იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს, ასე რომ წაიკითხეთ. სხვათა შორის ოპერატორებისთვისაც კარგი იქნება. აი აღწერილია, რომ თურმე ციგნების კარადასთან არ უნდა დაჯდე, როდესაც აძლევ ინტერვიუს. რასაც მე რეგულარულად ვარღვევ და ამის მერე გაითვალისწინეთ, რომ დავიცავ ამ წესს და ციგნების კარადის ფონზე კომენტარს აღარ გავაკეთებ ხოლმე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ვესტმინსტერის ფონდს, რომლის უშუალო მონაწილეობით და მხარდაჭერითაც შედგა ეს პროექტი და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას მომავალში. მადლობთ.